რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. დედაქალაქში სარეკრეაციო ზონების გაფართოება იგეგმება. გარემოს დაცვის სამინისტრო მერიას თბილისის სწორად დაგეგმარებისკენ მოუწოდებს. ხათუნა გოგალაძე აცხადებს, რომ ურბანიზაციის ფონზე სარეკრეაციო ზონების ფართობი მცირდება, რაც დედაქალაქის ეკოლოგიას აზიანებს. პარალელურად მოსახლეობა გამწვანების აქციაში აქტიურად ერთვება. დღეს ხეები დიდი ღომსა და დიღმის ტყეპარკში დარგეს. დიღმის ტყეპარკს 150 ხე შეემატა. აქ დღეს 50 ძირი, ცაცხლი და 100 ძირი ფიჭვი დაირგო. გამწვანების აქციას ორგანიზება ფინანსთა სამინისტრომ და მომსახურების სააგენტომ გაუწიეს. ასეთივე აქცია დიდი ღომშიც გაიმართა. დიღმის მცხოვრებლებმა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვისა და ფიჭვის ხეები დარგეს. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ღებულობთ მონაწილეობას გამწვანების აქციაში, რაც საკმაოდ კარგი საქმეა. დღევანდელი ღონისძიების მიზანია ჩავთოთ უფრო ადამიანის საზოგადოებიდან რომ მოხდეს ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება. კარგია თუ კეთდება ესეთი, მაგრამ ამ დარგულს მოულა უნდა მერე და ჩვენ უნდა მოუვარო და ჩვენ უნდა წყალი დაუცხო და ჩვენ უნდა გავაკეთოთ რომ არ გახმეს და გაიხაროს მომავალმა ახალგაზრდობამ. როგორც გარემოს დამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე აღნიშნავს, მსგავსმა აქციებმა რომ რეალური შედეგი მოიტანოს, ხეებს დარგვიდან 3 წლის განმავლობაში რეგულარულად უნდა მოუვარონ. ერთი არის, როდესაც შენ გავხევს და მეორეა, როდესაც იმას კი ჭირდება მოწყვა, მით უმეტეს ეხლა ზაფხულის პერიოდში ხშირად ისეთი გვალო არის, რომ ელემენტარულად ეს პრობლემა იჩენს თავს. მაგალითად, ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომ კი რა თქმა უნდა, კარგი გრაფიკი გააკეთა, რომ დარგო ციხეებთან ხეები, მაგრამ ყველა გახმა. დედაქალაქის ტყეპარკების მოვლა მერიის პრეროგატივაა. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშვილი ამბობს, რომ უწყება თბილისის პარკებსა და სარეკრეაციო ზონებს სისტემატურად უვლის. იმ ტერიტორიებზე, სადაც თბილისის მერია ახორციელებს მოლაპატრონებაზე და ხდება ნარგაობის დარგვა. ბუნებრივია, არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ხდება ხოლმე რაღაც გარკვეული ნარგაობის მონიტორინგი, თქვათ ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ხოლმე კომპენსირებულ მოვახდინოთ მაქსიმალურ ნარგაობის დარგვით და ლოკალურად ტერიტორიების გამწვანა. კიკვიცის ბაღი, მზიური, იპოდრომი, ვაკის პარკი ეს თბილისის იმ სარეკრეაციო ზონების ჩამონათვალია, რომელთა ფართობი ურბანიზაციის გამო შემცირდა. ხეები მზიურში მაგისტრალის მშენებლობისთვის გაიჩეხა. კიკვიცის პარკში პოლიციის შენობა, ვაკის პარკში კი კერძო სკოლა აშენდა. ნიკოლოზ მჟავანაძე დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას მძიმეს უწოდებს და მთავრობას დიდი სარეკრეაციო ზონების მოწყობას სთხოვს. ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოყოს ტერიტორიები, სადაც ესეთი დიდი სარეკრეაციო ზონები აშენდება, რომ რეალურად ფილტრაცია მოხდეს იმ გამონაბლქვისა, რაც დედაქალაქ თბილისი ქვაბულშია და ფილტრაცია არ ხდება. სარეკრეაციო ზონების გაშენების ინიციატივით გამოდის გარემოს დაცვის მინისტრიც. ხათუნა გოგალაძე თბილისის მერიას ქალაქის სწორად დაგეგმარებისკენ მოუწოდებს. ავტოტრანსპორტი მატულობს. ავტოტრანსპორტის ხარისხი და პარკი თვითონ მოძველებულია. საწვავის ხარისხის შემოწმება არ ხდება. ხდება უამრავი მშენებლობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის სწორი დაგეგმვა ქალაქის, რომ სად გვინდა, სად შეიძლება რომ სახლი აშენდეს, სად შეიძლება რომ არ ავაშენოთ რაღაცა შენობა თუ რაღაცა კომპლექსები და გამწვანებისთვის გამოვიყენოთ ეს ადგილები. კარგად გამწვანებულ გარემოში ნაკლებია მტვერი და ხმაური. იგი 30 ჯერ ამცირებს კონდენსირების ხარჯებსაც. ამჯერად გამწვანების ფართობი თბილისის ერთ მოსახლეზე დასაშვებ ნორმაზე ნაკლებია.